ცხოვრებას აქვს ეგეთი ფუნქცია, რომ დისკომფორტის გადალახვა უეჭველი გიწევს. მე პირადად დისკომფორტს დავყოფდი ორ ჯგუფად. ერთი არის ნებაყოფლობითი და მეორე ძალდატანებითი. და ვარჯიშის მაგალითზე რომ განვიხილოთ, რომელია, შენი ნებაყოფლობითი დისკომფორტი არის, როცა მიდიხარ ჯიმში, ნებაყოფლობით კუნთებს იხევ იმისთვის, რომ გაძლიერდე. და ტკივაა და მთელი ამბები. და არანებაყოფლობითი დისკომფორტი იქნება შემთხვევა, როცა ადამიანი მივაშუახნის ასაკში, იმის გამო, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში არ იყო ფიზიკურად აქტიური და ემართება რაღაცა დაავადება, ან უბრალოდ სუსტად იგრძნობს თავს და შემდეგ უკვე ეს გამოიწვევს ძალიან ბევრ არანებაყოფლობით პრობლემებს, ჯანმრთელობის პრობლემებს, კერძოდ, რომლებიც ჩემი აზრით ფინანსურადაც და ფიზიკურადაც გაცილებით უფრო მძიმე გადასატანია, ვიდრე ნებისმიერი ვარჯიში. მოკლედ, თუ გინდა რომ გაინაღდო არანებაყოფლობითი დისკომფორტი, უბრალოდ ნებაყოფლობით დისკომფორტს არიდე თავი და ამას მართლა ჩემს მაგალითზე ვიძახი, იმიტომ რომ ნებაყოფლობით მე თავს დისკომფორტში არ ვიგდებდი არასდროს. Never. ანუ ვერც ხვდებოდი საერთოდ ეგ რატომ უნდა გამეკეთებინა, ანუ ჩემთვის კომფორტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და საერთოდ მეგონა რომ თუ თავს დისკომფორტში არ ჩავიგდებდი, ეს ყველაფერი ესე გაგრძელდებოდა და არანაირი საფასური ამ ყველაფერს არ ექნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ არის. ამიტომ ნუ დაუშვებ იგივე შეცდომას, რაც მე დაუშვი და წადი და აირჩიე რაღაცა რთული, სანამ ცხოვრება თვითონ შემოგთავაზებს რაღაცა კიდევ უფრო რთულს.